მოგესალმებით. თქვენ უყურებთ დღის მთავარი ამბის ბლიც ანალიზს და დღეს გესაუბრებით პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტების შესახებ. ბოლო შემთხვევა ჩვენ რაც ვნახეთ, ეს ბათუმში განვითარებული მოვლენები იყო, როდესაც პოლიციის განყოფილებაში სასტიკად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს, მე ვიტყოდი რაღაც განსაკუთრებული აგრესიით, ხო, ესეთ შემზარავი სურათი იყო. პირდაპირ ოპოზიცია ბუნებრივია და სამოქალაქო საზოგადოება ამ ყველაფერს აპროტესტებს, საუბრობს დანაშაულის სისტემურობაზე, ანუ თვითონ ძალოვან სისტემაში ჩაბუდებულ უკანონო აგრესიულ ქმედებებზე, ხოლო ხელისუფლება ყველა ამ შემთხვევას განიხილავს როგორც ცალკეულს, ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მათ თქვეს რომ რეაგირება იყო ჯერ კიდევ თებერვალში და ვიღაცეები უпроსწორად იქნენ დაპატიმრებული, თუმცა ძალიან საეჭვოა ხო ეს ვერსია რბილად რო ვთქვათ, არადამაჯერებელია, გამომდინარე იქიდან რომ როგორც ჩანს იძულებითი იყო თვითონ ეს ამ ადამიანების დაპატიმრების ფაქტი, მას შემდეგ რაც როგორც ინფორმაცია მიიღეს რომ კადრები იყო გაჟონილი სისტემიდან და ეს მახსენებს მე წინა ხელისუფლების დროს, აი ცნობილი გახმაურებული ციხის კადრები, როდესაც გავრცელდა, იქაც ესეთ ფაქტთან ჰქონდა ადგილი, რომ ხელისუფლებამ წინასწარ შეიტყო კადრების შესაძლო გავრცელების შესახებ წინასაარჩევნოდ და მათ სასწრაფოდ დაიჭირეს ორი ადამიანი, ციხის თანამშრომელი ბასტი და ბუბუ ესე ერქვა და უნდათ აი ესე გადაგორება, ხო? ანუ როგორც ერთეულოვანი სადიზმის შემთხვევა, ბუნებრივია ამ ბასტისთან და ბუბუსთანაც გარკვეული გარანტიები იყო მათთვის უпроსწორად მიცემული, რომ სუბუქი სასჯელით გამოუშვებდნენ, მას შემდეგ რაც არჩევნები გადაგორდებოდა, ეხლაც მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ პოლიციელებთან დაკავშირებით იძულებით დაჭერის შემდეგ მათ, ასე რომ ვთქვათ, რაღაც სასათბურო პირობებს შეუქმნიან და შემდგომში რა მოხდება, ესეც სავსებით გასაგებია, ხო? აღარ დაუბრუნდები ახლა გირგვლიანის საქმე, სადაც პრინციპში ანალოგიური ალგორითმით, ანალოგიური სცენარით ვითარდებოდა პროცესები. დანაშაული ბუნებრივია, სისტემურია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ხო? ბოლო პერიოდში ჩვენ უამრავი ესეთი შემთხვევა გავიგეთ, აი ეს გორის ძალადობის თემას გაგახსენებთ, აღარაფერს ვამბობ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან გამოვლენილ სადიზმზე, ხო, სპეცრაზმელები და რიგითი პოლიციელების მხრიდან და ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ სისტემაში აი ამ ძალადობის მხრივ, რაც გახდა ერთ-ერთი კატალიზატორი ხელისუფლების ცვლილების, არაფერი მაინც და მაინც არ შეცვლა. ეხლა მთავარი კითხვა, რაც საზოგადოებაში ისმევა, გახლავთ ის, რომ რატომ რეაგირებდა მაშინ საზოგადოება ეს აქტიურად ამ ყველაფერზე და დღეს თითქოს აი ესეთი კონსოლიდაცია საზოგადოებაში, კონსოლიდირებული პროტესტი აი ამ სადიზმის წინააღმდეგ არ არსებობს, ხო? და ბევრი საუბრობს იმაზე, რომ საზოგადოება გახდა გულგრილი საქართველოში. მე ამას არ ვეთანხმები, პირდაპირ გეტყვით, მე უფრო მგონია, რომ აქ იმდენად გულგრილობასთან არ აქვს საქმე, რამდენადაც ერთგვარ ნიჰილიზმთან, სკეპტიციზმთან, იმიტომ რომ საზოგადოების დიდ ნაწილში უпроსწორად რაღაც ისეთმა უიმედობამ დაისადგურა, რომ არაფერი არ იცვლება, ხელისუფლებები იცვლებიან, მაგრამ აი სისტემური მანკიერებად რჩება, მით უმეტეს რომ ალტერნატივად დღეს მოიაზრება ის ხელისუფლება, რომელიც შემჩნეულია იგივე დანაშაულში და იგივე დანაშაულში არის, ესე რომ ვთქვათ, მხილებული უпроსწორად და აი ეს უპერსპექტივობა ადამიანებს ტოვებს სახლებში შეიძლება ითქვას. ასე რომ ვითარება რთულია, ხო, და აქედან გამოსავალი ერთადერთია, რომ უნდა გაჩნდეს რეალური ალტერნატივა
რომელიც დაარწმუნებს აი ამ ნიჰილისტურად, სკეპტიკურად განწყობილ საზოგადოებას, რომ მათი ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში ეს ყველაფერი არა ქაღალდზე და არა ყალბად, არამედ ნამდვილად შეიცვლება და ბოლო მოეღება აი ამ პოლიციურ ძალადობას, პოლიციურ სადიზმს. დღეს სულ ეს იყო, ამით გემშვიდობებით.